მოგესალმებით, მე ვარ შორენა ალიბეგაშვილი და ეს არის ჩემი არხი ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად. და დღეს ჩვენ შევეხებით ძალიან საინტერესო თემას, კანი და მისი მოვლა. თემა არის ძალიან დიდი. იქ, სადაც სილამაზის ინდუსტრია იბრძვის და პოულობს სხვადასხვა ფორმულებს, გვთავაზობს უამრავ პროცედურებს და სხვადასხვა მეთოდებს და საშუალებებს იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი კანი, გავიხანგრძლივოთ ჩვენი კანის ბზინვარება, გავაუმჯობესოთ სტრუქტურა და ასე შემდეგ, ჩვენ მაინც ვსვავთ ამ კითხვას. როგორ მოუარო კანს? როგორ შევარჩიო ამდენი საცხების და ამხელა ოკეანეს სხვადასხვა საშუალებებიდან ზუსტად ის, რომელიც გვჭირდება კონკრეტულად ჩვენ. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის და მე თქვენ ვეცდები, რომ ცოტა მაინც დაგეხმაროთ და დაგანახოთ გზა. ჩვენ არაერთხელ დაუბრუნდებით ამ თემას, ვინაიდან თემა ძალიან დიდია და დღეს ამ რუბრიკაში უბრალოდ პატარა ექსკურსიას ჩაგიტარებთ ანატომიაში და ასევე თუ ბოლომდე უყურებთ, განვიხილავთ თუ როგორ უნდა შევარჩიოთ კანის ტიპის მიხედვით კონკრეტულად ის რუტინა, რომელიც ჭირდება კონკრეტულ კანს. დავიწყოთ. კანი არის ორგანო, რომელიც ფარავს მთლიანად თქვენს სხეულს. რა თქმა უნდა, ამ ორგანოს აქვს სენსორები. ის გრძნობს სიცივეს, სითბოს, მდგომარეობას. ის ყოველთვის არის ჩართული თქვენ ყოველდღიურობაში. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოუაროთ კანს, ვცდილობთ, რომ გამოვიყენოთ სხვადასხვა საშუალებები, მაგრამ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ კან ქვეშ არის მთელი სამყარო და ეს სამყარო გეკუთვნით ასევე თქვენ. ეს არის ცხიმოვანი შრე, რომელიც დამოკიდებულია ხოლესტერინის მდგომარეობაზე. ეს არის კუნთები, რომელიც არის დამოკიდებული თქვენ ფსიქოსომატიკაზე და ჩვევებზე. ეს არის თქვენი სიზარღვები, ძარღვები, ნერვიული სისტემა, ლიმფური სისტემა და რა თქმა უნდა, ძვლები. დიახ, ძვლებით იწყება თქვენი კანის საბოლოო მდგომარეობა. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ძვლებზე. დიახ, ძვლებზე, ვინაიდან თუ ძვალი განიცდის რეზორბციას, დანარჩენი ყველაფერი, რაც არის ზემოთ ამოცმული, მოდი ასე ვიტყვი, ის ყველაფერი იცვლის თავის მდგომარეობას. უნდა წარმოიდგინოთ ჩვენი სკალპი, რომელიც სუნთქავს, რომელიც ასევე მოძრაობს. თქვენ წარმოიდგინეთ დროთა განმავლობაში, როდესაც ჩვენ უკვე ნელ-ნელა გვემატება ასაკი, ჩვენ არ ვბერდებით, უბრალოდ ციფრები იცვლება. სკალპი თუ თქვენ არ უვლით სათანადოდ თქვენ სხეულს და ზოგადად არ უვლით საკუთარ თავს, ძვალი განიცდის რეზორბციას. ასევე რა თქმა უნდა, ჩვენი კუნთოვანი მასა, რომელსაც სჭირდება მოვლა და ეს არის ვარჯიში, ეს არის მუდმივი კონტროლი საკუთარი მოქმედებების და რა თქმა უნდა, ცხიმი, რომელსაც ასე ვებრძვით, მაგრამ სინამდვილეში ის ძალიან მნიშვნელოვანია კანისთვის. ეს არის ის სადრენაჟო შრე, რომელშიც ინახება სითხე, რომელსაც სჭირდება არა მხოლოდ მოვლა, არამედ მაქსიმალური შენარჩუნება, რაც შეიძლება უფრო დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ ცხიმოვანი შრე კანქვეშ. და საბოლოოდ, რა თქმა უნდა, კანი, როგორც ერთ-ერთი საბოლოო ესეთი ვიტყვი ასე საფარი ჩვენი სხეულის, რომელსაც აქვს თავისი თვისებები, თავის სტრუქტურა, ასევე რა თქმა უნდა, კანს აქვს გენეტიკური კოდი, რომელიც მოყვება თვითონ ადამიანს პერსონალურად, მაგრამ დამიჯერეთ,
ეპიგენეტიკის დახმარებით და ფუნქციონალური მედიცინის დახმარებით, ანუ პრევენციის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ, არა მხოლოდ შეცვალოთ, არამედ გაიუმჯობესოთ თქვენი კანის სტრუქტურა. როგორ ხდება ეს ყველაფერი? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ველნეს პრინციპებით ცხოვრება. ზუსტად ველნეს კონცეფცია ეს არის ის მნიშვნელოვანი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ კანის სტრუქტურის გაუმჯობესებაში. მაშინ, როდესაც თქვენ ცდილობთ აბაზანაში შეივსოთ თაროები სხვადასხვა საშუალებებით და ცხოვრობთ იგივე ცხოვრებით, ანუ არ უკვირდებით თქვენ ყოველდღიურ ვარჯიშობთ თუ არა. წყალი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, წყლის მიღების კულტურა, ძილი, ესეც ეპიგენეტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ასევე რა თქმა უნდა, მოვლაში იგულისხმება არა მხოლოდ წასმის კულტურა, ანუ სწორად წაისვა და გამოიყენო ეს საცხი ზედაპირზე, არამედ რამდენად თქვენ სწორად უვლით თქვენ შიგნით სხეულს, ფსიქოსომატიკას, როგორ უფრთხილდებით საკუთარ მგრძნობებს, შიშებს, ზოგადად როგორ უვლით თქვენ მდგომარეობას. ვინაიდან თქვენ არაერთხელ ალბათ შეგიმჩნევიათ, რაც არ უნდა გაიკეთოთ სახეზე, როგორი ლამაზი კანიც არ უნდა გქონდეთ. პატარა სტრესს შეუძლია შეცვალოს სრულად ჩვენი კანის სტრუქტურა და ასევე სურათი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აი ზუსტად ის მდგომარეობა, რომელსაც ასევე სჭირდება გაფრთხილება. ეხლა თქვენ იტყვით, თუ როგორ უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი, თუ ჩემი ყოველდღიურობა არის სტრესული, თუ მე მუდმივად ვარ სტრესის მდგომარეობაში და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის ზოგიერთისთვის ძალიან რთული. მე მესმის და აბსოლუტურად ვეთანხმები ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სტრესული სამსახური, ვისაც აქვს სტრესული გარემო, შეიძლება ადამიანები თვითონ არ უშლიდნენ ხელს, მაგრამ თვითონ გარემო, თვითონ ის პირობები, რა პირობებშიც მუშაობენ, ან უწევთ ყოფნა ასეთ ადამიანებს, ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიან. სათანადოდ კანი, რა თქმა უნდა, უკვე რეაგირებს ამ ყველაფერზე. რა გავაკეთოთ? ძალიან რთულია ამ შემთხვევაში იყო მრჩეველი, ვინაიდან ზუსტად ის ძაბრის პრინციპი, რომელიც მოქმედებს აბსოლუტურად ყველაფერში, გინდა იყოს ეს ბიზნესი, შენი მოვლა თუ ყოველდღიურობა, თქვენ უნდა დააყენოთ პრიორიტეტები. თქვენ უნდა აირჩიოთ, რა გირჩევნიათ, თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი ლამაზი და ბზინვარე თვალები და სულიერი სიმშვიდე, თუ მუდმივი სტრესი და საბოლოოდ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გადადის უფრო სერიოზულ და არასასიამოვნო დაავადებებში. არსებობს ჩინეთში აი ესეთი მეთოდი სიამინ, რომლის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ ადამიანის მდგომარეობა. ანუ ის პრობლემები, რაც აქვს მას შიგნით, აისახება კანზე. ზოგ ნაწილში იცვლება ფერი, ზოგ ნაწილში შეიძლება იყოს პიგმენტური ლაქა ან გამონაყარი და ეს ყველაფერი ველნეს თერაპევტებს და ადამიანებს, ვინც არის დაკავებული ამ პროფესიაში, კოსმეტოლოგები, ვისაც უყვარს ადამიანთან საუბარი, მისი მოსმენა, შეუძლია თავისუფლად წაიკითხოს მისი მდგომარეობა. და ის ზუსტად აქ, როდესაც ჩვენ უნიშნავთ პაციენტებს, პროცედურებს, უნდა იყოს გათვალისწინებული აი ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე. ვინაიდან პროცედურა, ანუ ადამიანებს ზოგადად გონიათ, რომ პროცედურას შეუძლია აბსოლუტურად შეცვალოს კანის მდგომარეობა. პროცედურა არის მესამე ხარისხოვანი, მაშინ, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანის მდგომარეობა. დიახ, პროცედურა
ეს არის უკვე ფიზიკური ზემოქმედება კანზე, რომლის დახმარებით პროცედურას სპეციალისტი, რომელიც ატარებს პროცედურას, მას შეუძლია უბრალოდ რაღაც პატარა კორექტივები შეიტანოს თქვენი კანის გაუმჯობესებაში. ეს იქნება კანის გასუფთავება, ეს იქნება კანის ღრმა დატენიანება და ან რაღაც ლაქებთან ბრძოლა, გამონაყართან ბრძოლა. თუმცა მე ვიტყოდი ასე, რომ გამონაყარი ეს კიდე ცალკე თემაა და მაგაზე ცალკე გადაცემა ალბათ უნდა გაკეთდეს. ეს არის ურთულესი თემა, სადაც მოვლას და სადაც აი მარტო პროცედურით და სწორი მოვლით ვერ გამოასწორებთ მდგომარეობას, ვინაიდან გამონაყარი, როგორც წესით, ძალიან ხშირად არის ადამიანის შინაგანი სტრესის და მდგომარეობის შედეგი. ეხლა როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენ რუტინა, როდესაც ვიცით, რომ კანს სჭირდება მოვლა, ვიცით, რომ ჭირდება დაბანა, ჭირდება ტონიზირება, ჭირდება კვება, დატენიანება, დაცვა, არის უამრავი ბრენდი. როგორ უნდა შევარჩიოთ ეს ყველაფერი? დავიწყოთ იქიდან, რომ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ჩვენი მორფოტიპი, ანუ დაბერების ტიპი. ასევე აუცილებლად უნდა უსმენდეთ საკუთარ თავს და გავითვალისწინოთ ის ჩვევები, რაც გვაქვს ცხოვრებაში, რომ ის უკვე საშუალებები, რომელსაც გამოიყენებთ, იყოს შედეგის მომტანი და არა პირიქით გადატვირთონ, თქვათ, თქვენი კანი და შექმნათ კიდე დამატებითი პრობლემა. ასევე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ეპიგენეტიკას. დიახ, ზუსტად ეპიგენეტიკის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ნელ-ნელა გამოვასწოროთ ჩვენი კანის მდგომარეობა. შემოვიტანოთ ჩვენ რუტინაში სიმშვიდე, სიწყნარე, შემოვიტანოთ ვარჯიშები და ასევე, რა თქმა უნდა, სწორად შერჩეული პრეპარატები. ეხლა როგორ უნდა შევარჩიოთ პრეპარატები? დაბანა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. დაბანა შეიძლება იყოს ერთფაზიანი, ორფაზიანი, სამფაზიანი. კორეულ ბრენდებში ის 5 ფაზამდე ადის. მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ კორეული ბრენდები ძალიან ხშირად არის სპეციალიზირებულად, ანუ არის ფუნქციურად შექმნილი კორეულ ქალბატონებზე და ბატონებზე. ვინაიდან ის ხავა, ის წყალი, ის გარემო, კლიმატი არის განსხვავებული, სათანადოდ მათი რუტინაც, მათი ყოველდღიური ბიუთი რუტინაც არის განსხვავებული. ისინი ძალიან ბევრ სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ, სანამ გავლენ გარეთ, ანუ მაკიაჟს გულისხმობ, სათანადოდ დღის ბოლოს მათ ჭირდებათ ძალიან ბევრი სხვადასხვა საშუალებების გამოყენება იმისთვის, რომ ჩამოიბანონ ეს ყველაფერი ზედაპირიდან. რაც კავკასიელ ქალბატონებს ფიქრობ არ ჭირდებათ. ამიტომ თქვენი დამბანი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორფაზიანი. ერთი მაგალითად კლინსერი და მეორე იყოს რაღაცა ლოსიონი ან ტონერი, რომელიც უფრო კარგად, უფრო სიღრმისეულად უკვე იმ დარჩენილ ნარჩენებს, რაც დარჩება პირველი ფაზიდან, უფრო კარგად ჩამობანს კანს. ასევე ტონერი ან ლოსიონი, როგორც იძახიან. ტონერი და ლოსიონი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოამზადო კანის შემდეგი ეტაპისთვის. რას ნიშნავს შემდეგი ეტაპი? ეს არის უკვე ან შრატი, ან საცხი, ან რამე ეს კაფსულა, ამპულა, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა დამხმარე საშუალებები, რომელიც ეხმარება კანს კიდე უფრო ღრმად დატენიანდეს და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კანის გაახალგაზრდაობაში, ვინაიდან როდესაც კანი არის კარგად დატენიანებული, ის ყოველთვის არის მძინვარე. როგორ უნდა შევარჩიოთ ტონერი ან ლოსიონი? მე გირჩევდით, რომ სეზონის მიხედვით თქვენი რუტინა მუდმივად იცვლებოდეს. გარემო იცვლება,
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი კანიც სათანადოდ რეაგირებს იმ გარემოზე. მაშინ, როდესაც ცხელა ჩვენ შეგვიძლია უფრო შევამსუბუქოთ, ანუ ზაფხულში შევამსუბუქოთ ჩვენი რუტინა. გამოვიყენოთ უფრო თხევადი საშუალებები, უფრო მეტი ლოსიონები, ტონერები და ასე შემდეგ. და მაშინ, როდესაც ცივ, ზამთარში უფრო გავაძლიეროთ, უფრო დავამძიმოთ რუტინა, მაგალითად შეგიძლიათ უფრო მკვებავი საშუალებები, ზეთოვანი საშუალებები გამოიყენოთ, თუ თქვენი კანი გაძლევთ ამის საშუალებას. მე გირჩევდით, რომ მჟავები, როგორც დღეს რეალურად რო შეხედოთ, თითქმის ყველა ბრენდი ჩვენ გვთავაზობს ძალიან ბევრ სხვადასხვა მჟავებს, გამოიყენოთ ზამთარში. არსებობს, რა თქმა უნდა, მსუბუქი მჟავებიც, ეს არის ალფა-ჰიდროქსიაქსიდები, ეს არის ხილის მჟავები, რომელიც ძალიან კარგად ამუშავებს კანს, ანუ ეპიდერმის, მაგრამ ზაფხულში მაგალითად გირჩევდით, რომ მოერიდოთ. რაც ეხება რეწინოედს, რეწინოედი არის ზოგადად ზამთრის პროდუქტი. ზაფხულში მე მაგალითად გირჩევდით, რომ ამოიღოთ. ზაფხულში გირჩევდით ანტიოქსიდანტებს. ანტიოქსიდანტი C ვიტამინის და რესვერატროლის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ გაიუმჯობესოთ კანი, არამედ დაიცვათ ის. სხვათა შორის შეგიძლიათ თუ სწორად გაქვთ შერჩეული პროცენტი C ვიტამინის და რესვერატროლის, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ კიდევაც თქვენი კანი. SPF-ის გარეშე. ესეც ცალკე თემაა, ამას აუცილებლად განვიხილავთ, ვინაიდან SPF-ი, ანუ დაცვის საცხები არის ძალიან სიღრმისეული თემა და აქაც ესაჭიროება ცალკე ეთერი. ასევე მინდა აღვნიშნო საცხის და დაცვის საცხის, ანუ SPF-ების გამოყენება. საცხი ზაფხულში მაგალითად უნდა იყოს მსუბუქი. უმჯობესია რომ იყოს დამატენიანებელი. ხოლო ზამთარში შეგიძლიათ გამოიყენოთ მკვებავი. შეიძლება რომ იყოს საკმაოდ ვიტამინიზირებული, იყოს გაჯერებული სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით. ზაფხულის რუტინა უნდა იყოს განსხვავებული. შეგიძლიათ შემოიფარგლოთ მხოლოდ დამბანით, მაგალითად ანტიოქსიდანტით და რამე მსუბუქი საცხით. ზამთარში შეგიძლიათ გამოიყენოთ მჟავებიც და დამხმარე სხვადასხვა საშუალებები, მაგრამ იქაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სწორი მიდგომა ამ ყველაფერთან. რაც ეხება დამცავს, მე პირადად გირჩევდით, თუ თქვენ ხართ აქტიური მომხმარებელი მზის, გარეთ ხართ მუდმივად, სეირნობთ, ან აკეთებთ, ან თქვენი სამსახური არის, ან თქვენი ყოველდღიურობა არის ძირითადად მზის შუქთან და სხივებთან კავშირში, რა თქმა უნდა, SPF-ი აუცილებელია, მაგრამ ამაზე მე აუცილებლად ცალკე გადაცემას გავაკეთებ და თუ თქვენ ხართ ოფისის თანამშრომელი, ნამდვილად არ გჭირდებათ გადატვირთვა და აქაც აგიხსნით შემდეგ გადაცემაში თუ რატომ არ ჭირდება კანს ამდენი გადატვირთვა. ასევე კანთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. და ეს არის რა თქმა უნდა სითხე. სითხის რაოდენობა, ანუ წყლის რაოდენობა ყველა ორგანიზმს აქვს ინდივიდუალური, მაგრამ წყლის გარეშე ორგანიზმი ვერძლებს. წყალი უნდა მიიღოთ როგორც შიგნით, ანუ ვსვავთ წყალს ჩვეულებრივად, ასევე ჩვენ სახესაც ჭირდება დატენიანება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში. ვინაიდან წყლის გარეშე
საერთოდ ვერ იარსებებს როგორც ადამიანის სხეული, ასევე სათანადოდ კანი. და ჩვენ ეს ვიცით, რომ ჩვენი ორგანიზმი 70%-ით შედგება წყლისგან. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნიუანსი და გთხოვთ გაითვალისწინოთ. ასევე, რა თქმა უნდა მივხედოთ ჩვენ შეშუპებას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ, რომ ჩვენი კანი იყოს მუდმივად შეშუპებულ მდგომარეობაში, ვინაიდან ეს ძალიან აქვეითებს კანის დამცავ ფუნქციებს, ის ნელ-ნელა თხელდება და საბოლოოდ თქვენ მიიღებთ ნაოჭს, ეს უკეთეს შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში ეს არის უკვე პტოზი და ძალიან ბევრი კიდე სხვადასხვა პრობლემა, რომელიც იკვეთება სახეზე. ამიტომ თქვენ ალბათ ახლა რო უსმენთ ამ ჩემ გამოსვლას, მიხვდებით, რამდენად ბევრ ნიუანსს უნდა მიაქციოთ, როდესაც უვლით კანს და რამდენად არც ისეთი მნიშვნელოვანია თუ რისგან შედგება თქვენი რუტინა. და ბოლოს, თუ თქვენ გინდათ ბზინვარე კანი, თუ გინდათ რომ შეაჩეროთ ახალგაზრდობა, გაიხანგრძლივოთ უბრალოდ ახალგაზრდობა, შეაჩეროთ დაბერების პროცესი, მაშინ დამიჯერეთ საცხი პროცედურა არის უკვე მეორე ხარისხოვანი. პირველი არის ჩვენი ცხოვრების წესი და ამ წესს აქვს თავისი წესები. და ეს ყველაფერი უკვე შემდეგ გადაცემაში. თუ ჯერ არ გამოიწერეთ ჩემი არხი, ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად არის არხი, რომელიც გეხმარებათ იპოვოთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია. შექმნათ თქვენი ახალგაზრდობის ფორმულა, გამოიყენოთ ინსტრუმენტები, რომელსაც გთავაზობთ და ასევე, რა თქმა უნდა, გაუზიაროთ სხვას. მადლობა.